მოგესალმებით, შევიდოდნენ დღეს გესულობთ ყველას. ამ გაკვეთილში ავხსნათ თუ როგორ დავრეგისტრირდეს სწორედ YouTube ეკრანზე. შემდგომში რომ ჩავთვით მონეტიზაცია. აქ მე გავაკეთე სატესტო მეილი რომელზე გადავდივართ YouTube ეკრანზე. და შევდივართ ჩვენი ჩვეულებრივი როგორც მაილის და მისი პაროლით. აქ YouTube გვთავაზობს არხების რეკლამა. ამ რეკლამის გაკეთება ყველა შეუძლია, თუ შეიძლება ეს ფასიანია. შეიძლება დაერჩიოთ რომელიმეზე. მოაწეროთ ხელი. გეჩოთ მონიშნები ამოხსნათ. ოს. ჩვენ ვართ უკვე ახალ შექმნილ არხს. გადავდივართ პირველ ჯგუფში. ჩემი არხი. ასე გამოიყურება ჩვენი სარიელი არხი. აქ ავტომატურად მიმულია Google Plus-ი, აგრეთვე შეგვიძლია მივაღოთ Facebook-ი, ამაზე დავწერილ. შეგვიძლია გავაფორმოთ არხი. არჩევთ ნებისმიერი სასურველი. არხს როდესაც ვქმნით, პირველ რიგში ანალიზ საჩქარო არხის შექმნა. ამ აკაუნტით შეგვიძლია ჩვენ რამდენიმე არხი შექმნა. სხვადასხვა მიმართულებებით უნდა ვიცოდეთ რაც ვქმნით, რა დავარქვათ. მასალა იქნება რომ ვიჩვენოთ თუ მიმართულება სამართლზე უნდა იყოს სულის მის მიმართულება თუ სხვა მიმართულება და მოგინდებათ შეგვიძლია შექმნათ მეორე არხი სხვა მიმართულები და ერთი და იგივე აკაუნტს AdSense-ს მივაბოთ ეს არხი. ახლა ნახოთ ჩვენი მონაცემები. აქ შეგვიძლია მეორე არხის შექმნა ანალოგიურად. აქ აუცილებლად ვაძლევთ პატვირთის, დავაძლევთ მობილურის ნომერს. მოქმედ მობილურის ნომერს, რომელიც შემდგომში დაგჭირდება, რომ ჩაგვირთოს ეს მონაცემი. და ბევრი სხვა მონაცემები აქ. განტოლდება ყველაფერი, როდესაც ჩვენ დავადასტურებთ ჩვენს რეალობას. ეს მონაცემი არის რომ 15 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეოების დამატება შეგვეძლოს. საერთოდ აქ უნდა ავირჩიოთ საქართველოს რომ ავირჩიოთ ჩვენ მონეტიზაციაზე ვერ ჩავთვლით, იმიტომ რომ საქართველოს არ შედის იმ ქვეყანათა რიგში, ვისაც მონეტიზაცია ერთობა. საქართველოს მეუთხებს მხოლოდ AdSense-ში, ჩვენ მისამართში, სადაც მოგვივა ჩეკი, რომელსაც გამოგვიცა ჩვენ გამომუშავებულს. tot მაგალითად გერმანია. ახლა აქ მივცემთ SMS კოდის შეტყობინებას, გამოგზავნას და მივიღებთ კოდს, რომელსაც შევიყვანთ. Ganz am Grab, was ich aber nicht sagen wollte.
აქ არის ყველა მონაცემი, რომელიც უნდა სუნეს რამებით დააყენოთ. Agit გადავიდეთ ახლა ჩვენს განალზე. Google Plus გაძლევს სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობის საშუალებას. აუცილებლად ეცადეთ, რომ Google Plus-ი შეავსოთ მაქსიმალურად. გამოიყენოთ ყველა მისი შემოთავაზება. Aktuos un davimātot halki. Am ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ ჩვენი ავატარი, რომელიც გამოჩნდება ჩვენ გვერდზე. აქ. მე მგონი, რომ ძნელია და თუ ამას ვერ გაიგებთ, შეგიძლიათ მოწეროთ Facebook-ის გვერდზე, რომელიც შეიქმნა. რომელიც ყველა ვიდეოს ქვეშ დავდებ და ამთხოვთ იმ გვერდზე წაიკითხოთ. მე ყველას ვთქვი, რომ არ დადონ სერტიმული საიტები იმის გულისთვის, რომ მოიცადონ რეფერალი ნიშნავს თქვენი ნაშრომი ფულის ნაწილი მეუღლა იმას, იმიტომ რომ Google დამიჯერეთ ყველაფერს ხედავს. მე კი ეგრევე დაუბლოკავ, მე უნდა მომხმარებელს, მაგრამ სავალალოდ არ გამოგხდეს. იმიტომ რომ მთელი ჯგუფის წევრები არ დავიბლოკოთ. შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერს გაიაზრებთ, თუ რა კანალია, რა არხი შეიქმნა, რისთვის აგავთ, YouTube-ს აქვს კანონი, არ შეიძლება სხვის ვიდეოების დადება, მithumetes, რომელიც არის საავტორო, იმიტომ რომ ეგრევე დაგბლოკავენ. დამიჯერეთ მომენტალურად შეიტანენ არქივს, როგორც სხვის ვიდეოს დადებთ და გაუშვათ მონეტიზაციაზე, შეიძლება არც გაუშვათ მონეტიზაციაზე, ისე მოხდეს ეს ყველაფერი. იმან ვიდეოს ავტორს მისდე შეტყობინება, რომ თავის ვიდეო თუნდაც დაჭერილ მდგომარეობაში, თუნდაც გადაკეთებულ მდგომარეობაში დაიდოს სხვა არხზე. და შემდეგ ეს მონაცემი, რომელიც განპლანებულია, პროცედურის გავლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მოგივართ სასწავლებელი ვიდეო, გაწეთილდება, რაც ნიშნავს ცუდ რეპუტაციას და შეიძლება არც დააცენსეს გარდა კიდევ არის სხვა საპარტნიორო პროგრამები. Მაგას შემდგომში აკეთნით, ამიიღოთ თქვენი არხი და დაგჭირთ ხოლმე გასართობად ეს არხი ესე რომ ვთქვით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი. შემდეგ აკვეთილში აღიხსნით, თუ როგორ დავუყოთ ვიდეო. როგორ გავუკეთოთ მას მოდერნიზაცია ესე რომ იყოს ხელმისაწვდომი ხალხისთვის და ადვილად სანახავი. კიდევ ერთი წესი, ნუ დავარქოთ Google-ის კანონებს. დიდი მადლობა გამოსავალებით.